მე-12 ბატალიონის ჩარი ასეულმა გაიარა შეფასება OSIS-ის ფარგლებში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ქვედანაყოფმა მიიღო უმაღლესი შედეგი, რადგან პროგრამაში მონაწილეობს 2013 წლიდან, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ქვედანაყოფს აქვს მიღებული სხვადასხვა მისიებში მონაწილეობა და მინდა მიულოცოთ, რაც შეეხება ქვედანაყოფის შემდგომ ღონისძიებას, მათ აქვთ უფლება ჩაირიცხონ ნატოს აფენის ძალებში. ჩვენ მე-12 ბატალიონის ასეული ჩარლი შევაფასეთ. შედეგები ძალიან კმაყოფილი ვარ. ქვედანაყოფმა შესანიშნავად შეასრულა ყველა დავალება და ნატოს ოპერაციებში ჩართვისთვის მზად არის. დღეს დასრულდა ნატოს საქართველოს სწავლება 2025. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობდა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები, როგორც საშტაბო კომპონენტში, ასევე საველე კომპონენტში. აღნიშნულ სწავლებაზე ორივე კომპონენტში წარმოდგენილები იყვნენ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ორივე მხარეს მიმდინარეობდა დაკვირვება და შეფასება, რაც დადებითად იქნა შეფასებული. დინამიკა იქნება შენარჩუნებული სამომავლოდ, ვინაიდან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები ხვეწენ თავიანთ ასევე JTK-ის შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება, რაც თავისთავად როგორც თავდაცვის ძალების შემადგენლობას, ასევე ჩვენს ნატოს და პარტნიორ ქვეყნებს გამოადგება სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობისათვის.